აღსრულების ეროვნულ ბიუროში საახსრულებო და გადახდის უუნარობის პროცედურების შემცირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. აღსრულების ბიუროში საქართველოს მოქალაქეების საკუთარი უფლებების დარღვევის აღდგენას მნიშვნელოვნად სწრაფად შეძლებენ. საახსრულებო საქმიანობაში შემცირდა ასევე განსაზღვრული მოქმედებების ვადების. ცვლილებების შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საახსრულებო და გადახდის უუნარობის საქმის წარმოების ვადები, მეურვის არჩევა, კრების ჩატარება, მეურვის კრედიტორებისა და მომავლის წარმომადგენელი პირის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვადები, მომავლისადმი ასევე კუთვნილი ქონების ადგილსამყოფელის მოძიება, გადახდის უუნარობის საქმის წარმოების კანონში შეტანილი ცვლილებებით გაჭიანურებული პროცესები და კრედიტორების ინფორმაციების დაკმაყოფილება უფრო სწრაფად გახდა შესაძლებელი. განხორციელდა დიდი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება როგორც საახსრულებო საქმის წარმოებას, ისე გადახდის უუნარობის საქმის წარმოებას, შესაბამისად დადგინდა კონკრეტული ვადები, რომლით სარჩოებს უქმნის საქმის წარმოების პროცესს და აქამდე თუ ეს ყველაფერი განუსაზღვრელი ვადით იყო დროში გაწერილი და დასასრული არ უჩანდა, ეხლა ეს ყველაფერი კანონის მიერად არის ჩასხმული ვადებში, შესაბამისად კრედიტორს აქვს საშუალება წინასწარ იცოდეს რა ვადაში აქვს მას საშუალება მიიღოს მისი მოთხოვნა, როგორ დაიკმაყოფილოს თავისი უფლებები.